თბილისის წიგნის ბაზრობაზე მკითხველს საინტერესო ავტორებთან და წიგნებთან შეხვედრის გარდა შეეძლებათ ასეთი მცირე სტენდის ხილვა, რომელიც არის მედიის სოლიდარობისთვის აქ მოწყობილი და გაკეთებული, სადაც საპროტესტო წარწერები არის განთავსებული, მზია სინდისის პატიმარია და ასევე გაპროტესტებული არის რეპრესიული კანონები მედიის წინააღმდეგ. ნებისმიერ მსურველს, რომელიც ესტუმრება ექსპერტ ჯორჯიას მე-11 პავილიონს წიგნის ბაზრობის ფარგლებში შეეძლება ამ სტენდთან მოსვლა და საკუთარი აზრების დაფიქსირება მედიის სოლიდარობის სტენდთან და აქვე არის შესაბამისი ვიდეო მასალების წარმოდგენილი, რომელიც არის დასტური იმისა, რომ არ ყოფილიყო ეს ჟურნალისტური გამოძიებების სხვადასხვა გამოშვებების მასალები არის ამ შემთხვევაში წარმოდგენილი, მაშინ საკმაოდ რთული იქნებოდა სწორი ინფორმაციის მიღება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ამიტომ მედიის მნიშვნელობა, თავისუფალი მედიის არსებობა ჩვენს ქვეყანაში, როგორც წიგნის ასოციაციის წევრები აცხადებენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად წიგნის ბაზრობაც თავისუფალი აზრის ხელშეწყობას ემსახურება და თავისუფალი მედიის გარეშე ეს ასოციაციის წევრების განცხადებით შეუძლებელი არის. წიგნის ასოციაცია თვლის, რომ დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას დგას ძალიან სახიფათოდ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს თავისუფლება. ჩვენ ამითი ვცადეთ, რომ ჩვენი სოლიდარობა გამოგვეხატა მედიის მიმართ, მოველით, რომ ბევრი ადამიანი ამას დაინახავს და კიდევ ერთხელ დარწმუნება, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თავისუფალ მედიას. ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, უბრალოდ ჩვენ არ ვემორჩილებით ამას, როდესაც მათ სურთ, რომ სრულად გააუქმონ დამოუკიდებელი მედია, გააქრონ, იმიტომ რომ გძალავენ შემოსავლების მიღებას და ჩვენთვის ეს არის ერთგვარი აქტი იმისა, რომ შევძლოთ ერთად გაერთიანებული ძალებით ყველა სექტორმა, მათ შორის ბრძოლა იმისათვის, რომ დავიცვათ აი ეს ძალიან ფუნდამენტური ღირებულებები, რაც გვიწერია კონსტიტუციაში, მაგრამ სამწუხაროდ დღეს არის საფრთხის წინაშე. ნიერება ემსახურება ზუსტად იმას, რომ გაავარჯიშოს გონება, შექმნას კრიტიკული აზროვნება და თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცეს ხალხს. სწორედ ეს სივრცე მაგისთვის არის და ჩვენ თბილისის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებმა ვეცადეთ, რომ რაღაცა წვლილი შეგვეტანა იმისათვის, რომ ხალხისთვის ხმა მიგვეწვინა, რომ ეს ყველა ჩვენი სატკივარია და შეგვიძლია ერთად მხარი დაუჭიროთ და ვიბრძოლოთ მათი თავისუფლებისათვის. რომ არა თავისუფალი მედია და რომ არა კონკრეტულად მზია ამაღლებელი, ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემა, სატკივარი არ ეცოდინებოდა ფართო საზოგადოებას, ამიტომაც სისტემა ცდილობს, რომ გააქროს ესეთი თავისუფალი კუნძულები, იმისთვის, რომ თავისი მავნებლობა, თავისი მიზანმიმართული გრევა ამ სახელმწიფოსი არავინ ამხილოს, არავინ გამოააშკარავოს. წიგნის ბაზრობის პირველი დღე არის დღე. წიგნის ბაზრობის დღეების 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზატორი არის წიგნის ასოციაცია და ამ 3 დღის განმავლობაში ნებისმიერ აქ მომსვლელს მკითხველს შეეძლება სწორედ ეს მედიის მხარდასაჭერი სტენდის ნახვაც.